თავი მესამე. ეს იყო აარონისა და მოსეს შთამომავლობა იმხანად, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე. ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან. დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში. შვილები არ ყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის აარონის გვერდით. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. მოიყვანე ლევიშტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას. შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური. დაიცვან სადღესასწაულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური. ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს. მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან. დაავალე აარონს და მის შვილებს გასწიონ მღვდლობა, გარეშე ვინც მიეკარება, მოკვდება. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან ლევიანები, რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში, ადამიანიდან პირუტყვამდე, ჩემები არიან. მე ვარ უფალი. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა: აღრიცხე ლევიანები მათი მამის სახლების და საგვარეულოების მიხედვით. ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე. აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა. ესენი იყვნენ ლევიანები სახელდებით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი. კეჰათიანთა მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცხარი, ხებრონი და ყუზიელი. მერარიანთა მათი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესენია ლევიანთა საგვარეულოებები მამის აღთა მიხედვით. გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და შიმყის საგვარეულო. ესენია გერშონიანთა საგვარეულოები. ყველა აღრიცხული მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული სულ იყო 7500. გერშონიანთა საგვარეულოებმა სავანის უკან დასავლეთით უნდა დაიბანაკონ. გერშონიანთა მამის ახლის თავკაცი ელიასაფ ლაელის ძე. გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ. სავანე მისი გადასახურავით ურდა ფარდა, სადღესასწაულო კარავში შესასვლელი. ეზოს კრეცაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა. კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის საგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები. რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო 8600, საწმიდარი სამსახურის აღსრულებელნი. კეჰათიანთა საგვარეულოებები სავანის გვერდით უნდა დაბანაკდნენ სამხრეთის მხარეს. კეჰათიანთა მამის ახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის ძე. მათ ებარათ კიდობანი, კაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმინდა ჭურჭლები, სახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა. ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის შვილი. მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს ემსახურებოდა. მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო. ესენია მერარის საგვარეულოებები. რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო 6200. მერარის საგვარეულოს მამის ახლის თავკაცი იყო ცურიელ აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ ჩრდილოეთის მხარეს. მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებით ურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა. ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებით ურთ, პალოები და ბაგირები. სავანის წინ აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და არონი თავისი შვილებით ურთ.
რომელთაც ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე ვინც კი მიუახლოვდება, მოკვდება. ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მუსემ და აარონმა უფლის სიტყვისამებრ, მათი საგვარეულოებების მიხედვით, ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო 22,000. უთხრა უფალმა მოსეს, აღრიცხე ყველა პირმშო მამროვანი ისრაელიანთა შორის, ერთი თვიდან მოყოლებული და აღნუსხე მათი სახელები. განმიკუთვნე ლევიანები, მე ვარ უფალი, ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანებში და ლევიანთა პირუტყვი ყველა პირველმოგებულის ნაცვლად ისრაელიანების პირუტყვში. აღრიცხა მოსემ როგორც ნაბრძანები ქონდა უფლისაგან ყველა პირმშო ისრაელიანებში. ყველა პირმშო მამროვანი სახელდარიცხვის მიხედვით ერთი თვიდან მოყოლებული იყო სულ 22,273. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები, მე ვარ უფალი. იმ 273 კაცის გამოსასყიდად, რომლითაც მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები, აიღე 5 შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე, 20 გერაა შეკელში და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მიშულებს ზედმეტის გამოსასყიდად. აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა გამოსასყიდად. ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო 1365 შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით. ჩააბარა მოსემ გამოსყიდულთა ვერცხლი აარონს და მიშვილებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს.